ეს ზაგეთო სახარებაში მოყვანი იყო მაგალითი რომ ღმერთმა შობლის მამის თხოვნით დაღადგინა მისვებული დრეთი და მეორე და ერთი ხალი შეეხო 12 წელს სიმდინარეობდა განიგუნავა და ეს და მე ღმერთმა ეკითხა ვინ შემეხო მეო და ეგ ბევრი ხალხი იყო და ის ხალი ვის განიგუნა ეთქვეს რომ მეო სიმდინარე ვიყავიო 12 წელიო და მე შეგეხეო და მეთიო და რატომ უთხრა ეს ღმერთმა იმიტომ რომ ზალი გამოვიდაო ჩემთან ჩემგანო და ეს მას ქვია ღვთის მადლი და ღვთის მადლი აი ზოგი დასცინის იმას რომ მორწმუნეები ნახავენ აი ქვა მაგალითად წამოღებულს ან სამოსელს და დასცინიან ამას ქვა და აი სამოსელი კი არ კუნავს მადლი რომელს ის სამოსელი თუ სამოსელი შეხებით განიგუნა ეს ქალი მე სხვა შეეხო სამოსელი შეეხო ესე იგი როცა ადამიანი წმინდანია იმის სამოსელის კურნავს იმიტომ რომ როგორც წყალი და განსხვავება წყალსა და ნაკურწყალს შორის ორივე ხო წყალია იმ ნაკურწყალში მადლია ასევე ხშირად მოყავს სპირიდონ ტრიუმულერის მაგალითი ადამიანს ხვდა მეოთხე საუკუნეში აი ზოგი რამბოს მეტი მანახეო იდეთ ნახოთ კორპუსში ნახევარკუნძულია და ეგ არის სპირიდონის სხეული რომელიც ცხოვრობდა მეოთხე საუკუნეში და დღემდე ტემპერატურა არის 36. მეორე მაგალითს მოვიყვან ალექსანდრე სვირელისა რომელმაც ღმერთი იხილა ფიზიკური თვალებით სამი მსახედ ორი ადამიანია დედამიწაზე მსოფლიოში ვინც ღმერთი ნახავს ერთი არის აბრაამი ებრაელი ეროვნები და მეორეა რუსი ეროვნებით ალექსანდრე სვირელი და კომუნისტების დროს და მაგის სურათი მაგ დანახი და ვინც იყო მაგასთან და ვინც შეეხო თქვა რომ აი როგორც ცოცხალი ისია ამდოს ცხოვრობდა იგი მე-14 საუკუნეში სუსტად არის მე-15 საუკუნეში ცხოვრობდა და დღემდე და ასეთი ის არის ოსტენი გვამია და ასე იყო კიევ-პეჩორის დავრაში 320 თუ 420 და რა უყვეს ბერები გაყარეს, დახვიდეს, კონცერტებს აწყობენ, ცემენ, დლებს, ეს ხდება დღეს უკრაინაში. აი რა არის ლიბერალები? ყველა ლიბერალი კი არა, ის ლიბერალები, რომლებიც მოითხოვენ LGBT-ის პროპაგანდას დაშვებას, აი ვინ არიან ესენი, კარგად ჩანს, აი მათ თუ ძალა მიეცათ, რაც უკრაინაში ხდება, დალეწეს, მოლეწეს, დაძები, აწყებენ კონცერტებს. ეგრე ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ. კლავენ დლებს და ბერებს ყრიან და ესე იგი როგორ ექცევიან კიდე საკითხავია იმ უსტან გვამებს და ღმერთმა მოაქციოს ამათ ქვია სულიერი მტრები არიან კიდე ფიზიკური მტრები რომლებიც წაგვათეს ტერიტორიული მთლიანობა მაგრამ ხშირად ვამბობ რომ შენ თუ მოწმუნე ხარ არ უნდა გაბუროდე იმიტომ რომ შენ ისი ფეგური არ ჩამოვარდება ხიდან თუ ჩემი ნება არ იქნება ღმერთი ამბობს და რატო ვიყავით სულ ხშირად მუსულმანების მონობის ქვეშ რატო იმიტომ რომ დააგვიდით ახლა მუსულმანებს და ჩვენ ყოფას ხისაც ქრისტიანები ქვია არა მარტო ქართველი აბორტი მიღებულია ქრისტიანებაში იქ არა ასევე საფხურში დააგვიდით ქრისტიანები ჩასვენოთ არა მარტო ქართველის კი არა აი ნახევრად შიშლები ტიპლები დადიან იმიტომ რომ მიღებულია იმიტომ რომ მოდაშია ესე იგი ენაზე ვართ მაგრამ მოწმუნეები და როცა გულით გავხდებით მაშინ არ ვიყოთ თამარ მეფე ოქროსმა მეფე არ ვიყოთ დავით მეფე რა იყო საძირკველი მართლმადიდებლობა მართალი სარწმუნოება არა მარტო ენით არამედ ცხოვრების წესი და იმას ქვია სინანული და ეს სინანული მოგცეს ღმერთმა ჩვენთანაც ღმერთმა